Გაგიბრუნდით მეგობრებო, ახალი მოგზაურობით პოლონეთში ვარ, კატოვიცეში. დაახლოებით საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი. ძალიან მშიერი ვარ და პირველი რასაც შევხვდები, იმას გავსინჯავ. მივიდეთ ცენტრში და კაი რესტორანი მოვძებნოთ, სადაც პირველ პოლონურ კერძს გავსინჯავთ. გამოიწერი არხი, დაალაიქე ვიდეო და დავიწყოთ, აბა. ცენტრში ვარ უკვე მეგობრებო. აი ახლა ერთი რესტორანი ვნახე. და იქ უნდა შევაჭრა უეჭველი, ყველაზე ახლოს ეგ არის და თარიღა ცუდი შეფასებებიც არ ქონდა რა და იმედია რომ რამე გემრიელობას გამასინჯებენ, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი ძალიან მშია. შემოვედით. სასადილოა რა. Yes? Something like here. It's sour cabbage with bacon. Okay. That's hot. It is nice, really. And it's large. It's tasty? It is, of course. No, really. It is. So what is the name? Rolada. Rolada. Śląska. Rolada? Śląska. Rolada Śląska Śląska. means Silesian. Silesian, right? Yes. We are here in Silesia. Okay. That's the capital of Silesia. Okay. That's a Silesian. Great. I think it's worth to try it. Okay, let's try. We trust you. Yeah, too. How long does it take? I think 20 seconds. Okay. შემოვედით ერთ-ერთ ტრადიციულ სასადილოში მეგობრებო. კუხნია ქვია და გავსინჯოთ ერთი აბა აქაური ტრადიციული კერძი, პირველი კერძი. მგონია რომ საინტერესო იქნება და მთავარია გემრიელი იყოს რა. ველოდები ახლა მოიტანონ ჩვენი კერძი. მგონია რომ ძალიან გემრიელი უნდა იყოს. ზოგადად ასეთ სასადილოებში უფრო გემრიელია ხოლმე ვიდრე, რავი, ძალიან მაგარ რესტორნებში და ნახოთ რა, ბუნებრივია თან, ნაღდი პოლონური სამზარეულოა და გონია რომ მაგარი გამოცდილება იქნება, ამიტომ ველოდები ძალიან მოთმინებით. ესე თვითმომსახურება გვაქვს. ეხლა გაჩვენებთ ახლო და როგორ გამოიყურება. ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი კერძი. დავაგემოვნოთ აბა, ძალიან მაინტერესებს გემო ამისი. ოჰო. If No można powiedzieć, bo to mieszkam daleko i powiedzieć. Tata już przyjdzie o 9:00, nie? რო გითხრათ რომ გადავირიეთქო მართლა არა. უფრო უკეთესი მოლოდინი მქონდა. ჟელესავითაა და რაღაცნაირად იღეჭება რა. ნორმალურია რა. გულწრფელი რო ვიყო არ გადავირია, აბა ერთი ეს დავსინჯო. აბა ვნახოთ. ეს ძალიან გემრიელია. და უხდება აი სალათა რა, რომელიც გვერდზე გარნირად აქვს. ძალიან გემრიელია. მოკლედ, კარტოფილი წავა რა. წავა კი არა, არ მომწონს. ერთ ჩანსაც მივცემ. არა, აი ეს კარტოფილი. ჩემი ნაკლებ არ არის. ესაა ღორის ხორცისგან და გლორისგან დამზადებული და მართლა ძალიან გემრიელია. აი ძალიან. აი ეს კაია. Rolada Śląska. It's pork. Yeah. Inside you have some bacon, some sausage, and some onion. Okay. Dumplings are made from mashed potatoes. Okay. And traditional cabbage. Two different kinds. This one is boiled and hot with bacon, and this one is raw. Oh, okay, great. That's and all. This is the traditional mix of fruits. We call that compot. Compot, yeah. We also have in Georgia compot. Yeah? Yeah. The same one? Yeah, like this. That's great. That's great. მოკლედ რო შევაჯამო მეგობრებო, ეხლა ვერ გამოჩდებიო, იმიტომ რომ კამერა არ მინდაო. ხო და ეს კარტოფილი არ მომეწონა. ნორმალურია რა, ეხლა ისეც არ არის რომ ვერ შეჭამდარებას. უბრალოდ ჩემი არ არის, გემონების ამბავია. ეს ძალიან მომეწონა. ნამკრაია. ეს განერიც გემრიელია რა. აბა ამათი კამპოტი გავსინჯოთ როგორია. ესენიც კამპოტს ეძახიან.
კაია. ჩვენ უფრო შაქრიანს ვაკეთებთ ხოლმე. მაგრამ ესეც გემრიელი. მოკლედ 10-დან 7 ამ კერძს რა. ცუდი არ არის, მაგრამ უკეთეს შეიძლებოდა. ამასობაში გათენდა მეგობრებო და დილას უნდა ვისაუზმოთ პოლონური ტრადიციული დონატით. ახლა ვარ აგერ სადონატესთან, მივიდეთ, შევუკეთოთ და შევჭამოთ, გავსინჯოთ და თქვენს გაგიზიარებთ თაბაჭილებს, ასე რომ წავედით. ყველაზე გემრიელი და ტრადიციული არის როზა. ძალიან ცივა დღეს გვაქვს ცივი დღე ძალიან. Hi, one rosa please. Thank you. აბა გავსინჯოთ მეგობრებო, თან მომშივდა. აი ესე გამოიყურება ჩვენი დონატი. ეხლა ამოვიღებ და გაჩვენეთ. აი. აი. აბა ვნახოთ, როგორია ჩვენი პოლონური დონატი. აუ რა გემრიელია. საოცრებაა მეგობრებო, აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით. ესაა ტრადიციული პოლონური დონატი. პონჩიკის გემო აქვს. უეჭველი შეჭამეთ. თუ პოლონეთში ჩამოხართ, ეს დონატი გასინჯეთ რა. აუ საოცრებაა, დედას გეფიცებით. რეკომენდაცია ჩვენ დონატს. ახლა სადმე უეჭველი უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ დილიდან გამოსული ვარ და გამეყინა ყველაფერი. ამ გრადუსი ძალიან დაბალი არ არის, -2 თუ 3 რა. მაგრამ ძალიან ცივა ეს ოდნავ ნიავიც უბერავს და მოკლედ სადმე უნდა გავთბე. თან ამ გათბობაში რაღაც გემრიელობასაც შევჭამ, აკაურს და მაგასაც გაჩვენებთ. აი მოვედი ტოდო ჯუტრა ქვია. ჩვენ რესტორანს ახლა შევიდეთ უეჭველი და გავთბეთ, თორე გავიყინე. წავედით. აი ეს. მერთო რა კაია სითბო. მოკლედ ეხლა უნდა შევუკეთოთ რამე აკაური რა. უეჭველი. უნდა გავსინჯო რამე აკაური გემრიელი რაც ექნებათ, იმიტომ რომ ერთი ცალი დონატი არ მეყო ნაღდად. აი მე მგონი ჯობია რომ წავიდე და ვკითხოთ. შვენიერი კაფეა სხვათა შორის. საყვარელი ატმოსფეროა რა. რაც მაწყობს. Which one is the best zapiekanka here? 15 or Udzian? 13. მოკლედ ძალიან ბევრი ვარიანტია მეგობრებო და ვერ ვარჩევ მართლა 15 ვარიანტია რაღაც zapiekankas და ეხლა უნდა ავარჩიო რომელი ჯობია რა. შევუკეთე მოკლედ მეგობრებო და ნახოთ აბა ერთი. ჩვენი zapiekanka როგორი იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და თქვენს გაგიზიარებთ რა თქმა უნდა და ასევე უნდა გითხრათ რომ დაჯდა 25 ზლოტი აკაური ფული რა. ვნახოთ აბა ერთი. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ არ გამისინჯავს არასდროს. ერთხელ კი ვარ გამყოფი პოლონეთში, მაგრამ არ გამისინჯავს და შევხედოთ ხა როგორი იქნება. სანამ zapiekankas მოიტანენ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. დაალაიქეთ ეს ვიდეო და დამიკომენტარეთ როგორია თქვენი გამოცდილება პოლონურ საჭმელთან. მოგწონთ, არ მოგწონთ, რამდენად გაგისინჯავთ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება. არხსაც გაზრდის და უფრო საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ, ასე რომ თქვენი იმედი მაქვს რა. მოვიდა მეგობრებო ჩვენი zapiekanka, რომელიც გამოიყურება აი ასე. უსაშველოდ დიდია, შეხედე. ტიტანიკივითა. ანუ პიცის ეფექტი აქვს რა, ჩვეულებრივად, მაგრამ პოლონური ტრადიციული კერძია. ხედეთ? აბა ვნახოთ ახლა. გავსინჯოთ. აუ ეს რა არის? აუ ძალიან გემრიელია მეგობრებო, აი პიცა ვისაც გიყვართ, ესე იგი აქ არის ჩვეულებრივად ყველი, ლორი, პომიდრის соуსი, ნუ ეს პურია, რომელზეც არის ეს ყველაფერი.
ათიდანათი თავისუფლად. ძალიან გემრიელია და ხახვითა ხორცი. ყველაფერია მოკლედ რა. ან შაურმასავით თუ პიცასავით თუ რავი რა შეიძლება ითქვას. მსგავსად ყველაფერი არის აქაც და ძალიან გემრიელია. მაგრამ ჯანსაღი არ არის. თუ გინდათ უფრო გემრიელობები გავსინჯო, თქვენც გაზიაროთ ამ ყველაფერს და გაგიზიაროთ მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოები, მეგობრებო. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ. დააკომენტარეთ, რამდენად შეჭამდით აი ამ ჩვენს ზაპიეკანკას. ვაი. ძალიან კაია რა. ძალიან ყავფილი ვარ. აი ძალიან. ეხლა არ ვიცი ამას მოვერევი, თუ არ მოვერევი. იმიტომ ძალიან დიდია და თან სხვა რაღაცებიც მინდა გავსინჯო, მაგრამ ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია ამ ადგილს, ამ საჭმელს, აი უეჭველი რა, 100%-ით გასინჯეთ. სხვათა შორის ერთ რაღაცას დავაკვირდი აქ. რესტორანში რო შედიხარ, ან სასადილოში, აი ნებისმიერ ადგილას მოკლედ კვების ობიექტში, კერძი მოგაქვს მაგიდასთან თავად შენ. ანუ არ მოაქვთ რა. ეხლა თავს ვერ დავდებ ყველგან ასეა, თქო ვერ ვიტყვი რა, ეხლა რამდენიმეგან ვიყავი მარტო, მაგრამ სადაც კი ვიყავი, ყველგან აბსოლუტურად მე მომიწია რომ მაგიდასთან მიმეტანა საჭმელი. და სხვათა შორის ცუდი არ არის. ანუ შრომას უმსუბუქებ, ასე ვთქვათ, შენ მომსახურე პერსონალს. ერთი მხრივ. მეორე მხრივ შეიძლება ის თქვა, რომ აბა რას აკეთებს მიმტანიო რა იქ და მოკლედ არ ვიცი. ძალიან საინტერესოა. თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად რა ამაზე? დააკომენტარეთ. მაგრამ ერთი რაც შემილია გაგიზიაროთ არის ის, რომ აქ სადაც კი ვიყავი, არასდროს არ მოუტანია მიმტანს ჩემთვის საჭმელი რა, მაგიდასთან. მივდივარ, ვიღებ და მიმაქვს თავად. ძალიან საინტერესო გამოცდილება. აი ამ რესტორანთან მოვედი, მეგობრებო. აი ესეც სასადილოა ჩვეულებრივი. სადაც მოდიან ადამიანები და მიირთმევენ, აი აქეთ მაგიდებია. ახლა შევუკვეთოთ ჩვენი ეროგი. შევუკვეთე მეგობრებო, ახლა დავჭდები და დაველოდები შეკვეთას. ბევრი არ შემიკვეთავს საერთოდ. რამდენიმეც არის შევუკვეთე, უბრალოდ მინდა რომ გავსინჯო. არ ვარ ძალიან მშიერი, ამიტომ ტყუილა რაღაც შეკვეთა არ მინდოდა რა. ახლა დაველოდოთ, დაახლოებით 15 წუთში მოიტანენ და მოიტანენ კი არა, ჩვენ უნდა მივიდეთ და წამოვიხოთ. აი აქაც ნახეთ, აი ესეთ რაღაცას გვაძლევენ. ზარს დარეკავენ ამით და მე ჩვეულებრივად მივდივართ, ვიღებთ ამას ტოვებთ და შეკვეთა მოგვაქვს მაგიდასთან. ამიტომ მიმტანი როგორც ასეთი აქ არ არის რა. აი აწრიპინდა მეგობრებო, წავედით ახლა. Thank you. ავედით, აბა გავსინჯოთ ამათი ვარენიკები. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, ამათი ვარენიკები. ზემოდან ეს ხახვი აქვს. ესე იგი, ეს არის მეგობრებო პიეროგი. ჩვენებურად რო ვთქვათ, ვარენიკები რა. და ძალიან მაინტერესებს როგორია. გავსინჯოთ. Wow. ყველი კარტოფილი ერთად ცომში. ჩვენ ხო ცალკე ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი ამ ყველიას ან კარტოფილიას და აქ ორივეა გარეული. აი ხაბიზგინეს როგორც ვაკეთებთ ყველსა კარტოფილს ერთმანეთს რო ურევთ, ზუსტად იგივენაირად არის ეს, ოღონდ ცომში ესე ვარენიკების სტრუქტურაშია ჩადებული რა. სულ რაღაც 9 ზლოტი გადავიხადე სამცალ პიეროგში. ვა, კმაყოფილი ვარ. გემრიელია. ოღონდ ცოტა მარილი აკლია. და სხვა შორის მარილი თუ აკლია, შემიძლია მოვაყარო. შვენიერი, სუყე და გემრიელი. ძალიან მაგარი და რაღაც ეგეთი არ არის. მაგრამ გემრიელია და შვენივრად
წაიღო. გირჩევთ მეგობრებო, პიროგის ჭამას ნახეთ. თქვენ თუ გაგისინჯავთ ეს მითხარით, რამდენად მოგწონთ და რამდენად გიყვართ ამის ჭამა, იმიტომ რომ ძალიან ახლოსაა ჩვენ სამზარეულოსთან და კულტურასთანაც. ხშირად ვაკეთებთ ახლა მე მგონი საქართველოში და შეგვიძლია გავიდეთ ახლა აქედან, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. ერთი რამ რაც უნდა ითქვას ზოგადად პოლონეთში მომსახურებაზე რა, ძალიან ცივები არიან, ხშირად უხეშებიც არიან და ისე მოგიგდებენ ამ საჭმელს რა, ან სიტყვას ან რავი, მოკლედ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება გრჩება რა, ამიტომ მომსახურების სფეროში, ზოგადად აი ამ რესტორანებში, კაფეებში თუ რავი ნებისმიერ ადგილას ძალიან ცუდად ექცევიან ტურისტებს, ზოგადად აქაურებზე არ მაქვს წარმოდგენა, მაგრამ მაინც რა, ამას ვყვები პირადად ჩემი გამოცდილებით. ანუ სადაც კი შევედი, ყველგან სიცივე და სიუხეშე დამხვდა რა. თქვენ რა სიტყვით, თუ გქონიათ თქვენს მსგავსი გამოცდილება, გაგვიზიარეთ, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილება ეგეთია. შეიძლება მე არ გამიმართლა და ყველგან სადაც შევედი, ეგეთი ხალხი დამრჩა, მაგრამ თან არ მგონია რა. რავი, ეგრეა. ამასობაში მოსაღამოვდა მეგობრებო და აი ესე წახემსების მიზნით ვიყიდე აქაური პრიცელი სეზამით, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება და ამასაც შევჭამ დავაგემოვნებ და თქვენს გაგიზიარებთ რა. ზოგადად ძალიან მიყვარს პრიცელი და ამის გარეშე ვერ წავიდოთი. რავი, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ადგილას მაჭამ ეს და მაინც ვიტყვი რომ მაგარია თქო, იმდენად მიყვარს. ძალიან გემრიელია. მოდი ნუტელითაც გავსინჯოთ. ხალხ შორის პირველად ჭამდა. ой. ძალიან ცხელია და ძალიან სიამოვნებს. -3 გრადუსია ეხა. აბა ვნახოთ როგორია. საოცრება. აი როგორი გემოაქვს ის მეგობრებო? თონის პურს რო წაუსვამ შოკოლადის კარაქს, აი ეგეთი გემოაქვს. ძალიან გემრიელი. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეოც და დამიკომენტარეთ რამდენად გავაგრძელო მსგავსი კონტენტი და რამდენად გაინტერესებს ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების კულინარია. აბა ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც უყურეთ და შევხვდებით მალე შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.